მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემებით, სოციალური თემატიკა პირდაპირ ეთერში. პატრიოტთა ალიანსის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი სოსლან გარსევანიშვილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონ სოსლან, დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, გმადლობთ, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, ქალბატონო ნათია, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა. მაყურებელს, რა თქმა უნდა, შეუძლია იაქტიუროს ტელეგადაცემის განმავლობაში და ჩვენ შემოვიყვანთ მათ პირდაპირ ეთერში. 5-7-88-45-88 ზარიღია, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. ბატონ სოსლან, ბოლო კვირა ძალიან რთული იყო სოფლის მეურნეობის ძირითადად რაც ახალი ჯიშები იყო შემოტანილი, ამ ციუმაწვიმამ სულ გაანადგურა, ფაქტიურად განადგურებულია გარგარი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ნუში, რა მდგომარეობა ახლა სოფლებში და აი ეს ახალი ჯიშები ფაქტიურად არის თუ არა მთლიანად განადგურებული, თუ არის რაღაცა პროცენტიც, რომელიც გადარჩა. კი, მოგახსენებთ. მოგეხსენებათ საქართველოში ადაპტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ხეხილია თუ სხვა რა ადაპტირებულია და მიჩვეულია ყინვასაც და თოლსაც და სიცხესაც, მაგრამ ის ახალი ჯიშები დღეს მაგალითად ცუდი არაა რომ დაინერგოს ჩვენს სოფლის მეურნეობაში ახალი ჯიშები, რომელიც შემოტანილი იქნება და ფართოდ გავრცელდება უკვე ჯერ არ აქვს ადაპტაცია გავლილი და ძალიან უჭირს ჩვენს რეგიონში მაგალითად კახეთში შეგუებას. ამიტომ ვერ გაუძლო ამ წვიმებს. ჩვენი მოსის ტყემალი თუ სხვა ნარგავები რაც იყო ჩვენი ძირძველი, იმან უფრო შედარებით გაუძლო ამ ყველაფერს მიჩვეულია მაინც. რა ხდება იცით ეს ახალ შემოტანილ ჯიშებს შემოყვება ახალი ავადმყოფობა წინდებს თან. რომელიც ჩვენთან არ არის გავრცელებული და ჩვენს ხეხილსაც და აკაურ ხეხილსაც და მებაღეობასაც ეთყობა ეს კვალი, იმიტომ რომ არ არის ჯერ სწავლები, შემდგომ უყურე ერთი წელი გაფუჭდა, მაგალითად მეორე წელს შემოიტანენ იმ სწავლებს უკვე უნდა სწავლობა და აი ესე მეწლეულად მიმდინარეობს მოსავლის აღება, ნუ ერთ წელს თუ კარგი იქნება, მეორე წელს ცოტა ცუდია. სხვადასხვა გვარი დაავადებებია, რომელსაც ჩვენი მეცნიერები არ იცნობენ და ჩვენი აგრონომები არ იცნობენ ჯერ. ამიტომ იმართავენ უცხოელებს, უცხოელები უკვე სწავლობენ ამ თემას და უკვე დრო გადის. არადა ავადმყოფობას უნდა იქვე მკურნალობა 2-3 დღეში უკვე გვიანა. როგორც ახლა მოხდა მოწამლეს ყველანაირად ხეხილი, მაგალითად, ხეხილი ძირითადად აქეთ გურჯაანის და ალაზნის პირასაა გავრცელებული, უფრო იქ არის ზიანი მხარეები, მოსავლიანი მიწებია იქ ძალიან და კი შეწამლეს, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობები შეიქმნა ისეთი, ცივი ქარი იყო, წვიმა დაემთხვა ამდენიმე დღე, მაგალითად ერთ კვირაზე მეტია წვიმა მოდის, ცივი წვიმა მოგეხსენებათ, ზოგიერთ ხეხილს მოუსწრო ყვავილში და ეს ყვავილი გაანადგურა ფაქტიურად. ფოტოებიც და ვიდეო მასალებიც ვრცელდებოდა გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში და ჩვენ ხედავდით რა მდგომარეობაში იყო ეს გადასარევად მოვლილი ბაღები და მართლა გული მოგიკვდებოდა ადამიანს ამ ყველაფერს რო ხედავდი. ხო, უყურეთ, ეხლა რა ხდება მეორე თემაა კიდე სხვა და მაგალითად დაზღვევის თემა. აი აქ უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული ამ თემაში. აუცილებლად. რასაც ვერ ვხედავთ ჩვენ. დაზღვევას კი გთხოვენ 1000 ორგანიზაცია შემოდის, მოვაგეუბნება დაგვაზღვე, მაგრამ ძირითადად ისეთ ამინდებზე როგორც არის სეტყვა, წვიმა, იცით რა არაფინანსებენ უკვე. აღარ აფინანსებენ. აღარ 10%-ის თუ შეიძლება უნაზღაურან, შეიძლება არა. ანუ ეს 10% ისაა, რომ რაც დახარჯა იმის მაგალითად 25%-ია და 30%. ამიტომ ეს თემა ძალიან მტკივნეულია ქართული ფერმერებისთვის. კი, ძალიან მტკივნეულია. მე ვფიქრობ ბატონსოს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოც უნდა იყოს ამ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მოლაპარაკებაზე ჩართული, რომ მაშინ იცით რა მოხდება? არავინ აღარ მოინდომებს და არავინ აღარ გააშენებს ახარც აღარ ჯიშს, აღარც ძველ ჯიშს, არავინ აღარ მოულის, იმიტომ რომ ფაქტიურად ყურადღება არის ნული და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს აქვს ამისი შანსები, რომ სადაზღვევო კომპანიებთან
მეგობრებთან სწორედ ამ თემებზე გამართოს მოლაპარაკება, რომ რადგან უფრო მეტი პროცენტით მოხდეს ანაზღაურება, შესაბამისად მე ყველა დააზღვევს უკვე თავის ბაღებს. ვიცით რა, ეს ძალიან რთული თემაა. უყურეთ, მიშვებული არიან თავის ნებაზე სადაზღვევო კომპანიები, საბაზრო ეკონომიკა, ასეთი სიტყვა შემოიღეს ჯერ შემდგომ კაპიტალებზე. კარგია ყველაფერი, კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს, თავისუფლად უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს ეს პროცესი. არ შეიძლება ასე ქაოტურად, დააფინანსე, ის უკაცრავად დააზღვიე და შემდგომ ამ დაზღვევას არ გაძლევს ფულს სადიჩივლებ, ვისთან მიყავ. აი სწორედ ეს აბალური ხელშეკრულებებია. რა თქმა უნდა, ჩემს ყველა სიტყვას და ჩემს გადაცემას და არა მარტო ჩემს გადაცემას, ობიექტივის ყველა გადაცემას, რომ ეს გამადიდებელი შუშებით უყურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩემს სიტყვებს, რომ მეუბნებიან ხოლმე ეს თქვი და ზუსტად ვიცი რომ ყველა გადაცემას უყურებთ და აკვირდებით, აი ის მაინც გამოიტანეთ, კარგი, ის კი კარგით თქვენზე გაკრიტიკებთ, ვამბობთ არ გაკეთთ და ეს ასექენით, ეს ისექენით, ეს მაინც გაითვალისწინონ, ხომ, რაღაც ის რასაც არიგებს დაუშვათ რიგითი ადამიანი და სხვადასხვა გადაცემის სტუმრები, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩახედულები. რა ხდება, იცით, ეხა კრიტიკა არ უნდა ეწყინოს ადამიანს. ჩვენ კრიტიკა გვაქვს ჯანმრთელი. ტყუილად არ ვლაპარაკობ, ჭორებს არ ვიგონებთ. ჩვენ საერთოდ პატრიოტთა ალიანსი და ჩვენი პარტია დაფუძნებულია, დამყარებულია ხალხის ინტერესებზე და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ და მსჯელობთ და მოქმედებთ, ხო? და ამიტომ ცით რა, ხალხსაც უნდა მოусმინოთ, მარტო ეხლა ჩვენ შეგიძლიათ ჩვენ არ მოგვისმინოთ, მაგრამ ხალხში გადით და მოусმინეთ რა ხდება, გასაჭირი გაიზიარეთ მისი აუცილებლად. ეს ჩვენ ადრე ესეთი ქონდა მეფეები გადაიცვენენ გლეხის ფორმაში დადიოდნენ რომ გაეგოთ რას ფიქრობდა ხალხი დიახ ხო და ეხლა არ ვთხოვთ იმას რომ იმ ძაძები ჩაიცვან და ისე იარონ მაგრამ აქ საშუალებები ხალხთან გასაუბრების და აუცილებლად უნდა მოხდეს ამ თემებზე მუშაობა შემუშავებული უნდა იქნეს ეს ყველაფერი და დაბალანსებული იცით ეხლა კარგია კერძო კომპანიები უნდა იყოს, უნდა არსებობდეს, კაცო, როგორ არა, უნდა განვითარდეს კერძო კომპანიაც, სახელმწიფო ორგანიზაციები დღეს თითქმის აღარ გვაქვს და ეს სახელმწიფო ეს მეურნეობები მოიშალეს, ხო? უკვე კერძო მეურნეობებზეა გადასული, მაგრამ ბატონო, სახელმწიფო მეურნეობები ახსენეთ და არ შემიძლია რა მარკითხოთ, მაშინ როგორ ხდებოდა ხოლმე? მაშინ როგორ ხდებოდა და ყველა სასოფლო სამეურნეო მიწა ეკუთვნოდა სახელმწიფოს. დიახ. იქ რასაც მებაღე მევენახე თავის საკარმიდამში ფლობდა. ეს იყო კომუნისტების დროს და შემდგომ უკვე მორჩა ეს ყველაფერი კომუნისტები 80-იანი წლებში უკვე ფაქტიურად მოიშალა. იმიტომ რომ იქ გაჩნდა ახალი ეს საბაზრო ეკონომიკა, ასე ეგრეთ წოდებული ბჭყალებში პერესტროიკა რო და მაშინ როგორ აკონტროლებდნენ აი ამ მიწებს, რომელიც სახელმწიფო როგორ აკონტროლებდნენ და სახელმწიფო საბჭოთა მეურნეობები იყო და მეურნეობები იყო შექმნილი. ესე იგი, მთელი ხალხი მოსახლეობა დასაქმებული იყო, თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა დასაქმებული იყო, ყველა ახლა მუშახო არ იქნებოდა, ზოგი აგრონომია იყო, ზოგი ანუ მაინც და მაინც არ იყო ასეთი მწვავე პრობლემა დასაქმების მქონე. არა, როგორ გეკადრებათ, მე მახსოვს, როდესაც გამოდიოდნენ ეგრეთ წოდებული ბირჟაზე, ხალხი რო იდგა, გარეთ და უსაქმოდ იდგენ, პოლიციას ავალებდნენ. ამ ხალხს ჩასვავდნენ მანქანაში რას ბრძანებ და ამუშავებდნენ და მიყავდათ სამუშაოს რა თქმა უნდა და შემდგომ ისიც მუხლიც იყო კი დეზერტირობაზე რომელიც არ მუშაობს ხო ერთხელ გაგაფრთხილებდა მეორე და უნდა გემუშავა აუცილებლად აქ არ იყო პრობლემა მაგალითად დასაქმებაზე და სამუშაო ადგილებზე მაშინ არ იყო პრობლემა და რა შეიცვალა ასეთი მით უმეტეს მაშინ 5 მილიონზე მეტი ვიყავით ხო და ეხლა რა ვართ მესამედი არ ვარ ნახევარი საქართველოს ემიგრაციაში ხო მესამედი არ ვარ და მაინც აღარ ყოფნის და არ ყოფნის იმიტომ რომ უყურეთ ეხლა კი გასაგებია განვითარდა სოფლის მეურნეობა და ტექნიკა განვითარდა ადამიანების შრომა შეცვალა ბევრწილად მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები არ უნდა დავასაქმოთ და სოფლის მეურნეობას ხელი არ უნდა შევუწყოთ ხა წეგან გურჯანზე ველაპარაკე ძირითადი ხო ადრეს ქონდა ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შექმნილიყო სამაცირო მეურნეობა რა თქმა უნდა თურქეთი ამით იგებს ბატონსოს აგერ სომხეთს აი ხა მაგალითად, როდესაც დახსა ხილბოსტის დახთან მიდიხარ ან მარკეტში ან მაღაზიაში, ან ბაზარში პომიდორი ღირს 10 ლარი, კიტრიც 8 ლარი. ნუ ეს ეხა დღევანდელი ფასებით ხემძღვანელობ თუ
თორე 15 და 18 ლარი ცხიდრა, კიტრი და პომიდორი. თურქული შემოტანილი აწერია იმპორტული. ხო, ეს კითხვა მინდა და დამესვა. სათბურები, მაცივრები, ის მოწყობილობები, რაც ამ პროდუქციის მოყვანას და შემდეგ უკვე შენახვას საჭიროებს, ხო? ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს მე თურქეთის მაგალითზე ვსაუბრობ. თურქეთს გაკეთებული აწყობილი აქვს ფაქტიურად სოფლის მეურნეობის სისტემა, მათ შორის ხეხილიც და ბაღებიც და თქვენ იცით თურქეთში თუ არის თითქმის ყველა ბოსტანია დაზღვეული, მაგრამ საკმაოდ კარგ განაზღაურებასაც იღებენ. დოტაციებს აქვს, როგორც ვიცით, დოტაციასაც აძლევს სახელმწიფო. გლეხები და მე სწორედ ამის მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ აი განარა შეიძლება, რომ აი გააკეთოს ხელისუფლებამ, ხო, რომ ჩვენც რაღაცნაირად განსაკუთრებით აი იმ ხარეზე, იმ კუთხეს, სადაც უფრო მეტი მოსავალი მოდის, რომ აი საცდელად მაინც გააკეთოს ეს ყველაფერი. დაუშვათ ავიღოთ პირობითად ვიძახი კახეთს, რადგან დღეს ჩვენ კახეთზე ვსაუბრობთ, აბა შეგვიქმნას მაცივრები, სათბურები, სეტყვის საწინააღმდეგო, ოღონდ ხარისხიანი, აი ასეთი დაგვიზღვიოს მოსავალი, როგორ წინ წამოვა ჩვენი გლეხი. იცით რა, მე რო დამირეკეს შარშან ლაგოდეხიდან კიტრი და ბადრიჯანი სულ გადაყარა ერთ-ერთმა ადამიანმა, იმიტომ რომ ულპებოდა სახში და რეალიზაციას ვერ ახდენდა. მოიყვან ვაია, არ მოიყვან ვუია. რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა? საწაეღო იმდენი ბადრიჯანი და კიტრი მითხარით. იხვეწებოდნენ რომ ჩამოდით, წაიღეთ, მუშებზე მისაცემი ფულიც არ ქონდათ, რომ დაეკრიფათ. მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ. ესეც შეთავაზებაც იყო, მაგალითად ატამზე იყო ასე შეთავაზება. ერთ-ერთი არჩევნების დროს დავდიოდ, მეც ვიყავი კახეთში და იხვეწებოდნენ იქ თელავის რაიონში მახსოვს, აღარ სოფელი არ მახსოვს ზუსტად. და მოდითო რა, არის აი ეს ბავშვთა სახლები, რომლებიც აი შეზღუდული, რა ქვია, იმიტომ რომ ულპებოდა და ფუჭდებოდა. ხო, წაიღონო რა, ჩამოვიდეთ და დაკრიფეთო თქვენ. მე რომ მუშას მივცე ფულიო, მე უკვე წაგებაში ვარ, ამიტომ მოდი და დაკრიფეთ, წაიღეთ. იყო ასეთი მომენტებიც. აი ეს ცოტა ადრე არ იყო, ეხლა ამ თემას ვეხები ზუსტად. სამაცივრო მეურნეობები. ეხლა ძირითადად გურჯაანშია, თქვათ რამოდენიმე ათეული, ხო? მაგრამ ეს არ შველის საქმეს, რა თქმა უნდა. ეს ეღურეთ თქვენ ახსენეთ თურქეთი, აგერ სომხეთი, მეზობელი სომხეთი, ხო? მას როგორც ჩვენთან არის ასეთი პროდუქტიული მიწა ნიადაგები არ აქვს. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს შესაძლებლობა და საშუალება, რომ ჩვენ განავითაროთ სოფლის მეურნეობა, მაგრამ მათ განავითარეს სამაცივრო მეურნეობები. იგივე აზერბაიჯანში. ჩვენი მიწა და თურქეთის მიწა ერთია, ბატონო. არა, არც შედარებაც არ შეიძლება. აგერ აზერბაიჯანი მლაშე ნიადაგები აქვს ძირითადად დაბლობია, მლაშე ნიადაგებია, აქეთ ჩვენ ჰერეთი ყოფილი ჩვენი ტერიტორიები, მანდ არის მოსავლიანი ძირითადად და იქეთ მხარეს ფაქტიურად არაფერი აღარ არის. სამხრეთის მხარე არის. ეგეც ჩვენი მხარე. კი, მლაშე ნიადაგები სადაც ფაქტიურად არ მოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მლაშე ნიადაგებზე განავითარეს სათბურები, სასათბურო მეურნეობები განვითარდა ძალიან. ეხლა უმეტესი თურქეთის ხელშეწყობით სხვათა შორის. და თვითონაც მდიდარი ქვეყანაა, ხო? იქ თურქეთიდან აიღეს მაგალითები, იქ ტექნოლოგიები შემოიტანეს და განავითარეს. ეს ჩვენი ხელისუფლება არც მაგალითს იღებს, არც ინტერესდება, არც უნდა რომ რაიმე შექმნას, იმისი არ იყოს საგარეჯო წყალზე დგას და წყალი არ არის რაიონში. არაფერი არ აინტერესებს საერთოდ. მაყურებელია ბატონსო, მოდით შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის, გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, საზოთქონო. მოგესალმებით. მეც მოგესალმებით, გისმენთ ძალიან დიდი ყურადღებით. და იცით რა არის? აი რასაც ახლა ბატონი ბრძანებს, ცოტა გვიანჩავთ, სახელი არ ვიცი ბატონი. სოსლან გარსევანიშვილი. ძალიან კარგი, ბატონო სოსლან. ჩვენ დაახლოებით 1 პლიადის ხალხი ვართ, შეიძლება ცოტა დღეზე დიდი იყო. რასაც თქვენ ბრძანებთ, ყველაფერი მართალია. არის ერთი გაფრთხილება, აი ალბათ რებას კარგად გამიგეთ. იცით რა არის? ჩემზე თავიდან ფუჭდება, ეს ხო ჩემი ნათქვამი არ არის. მაგრამ იცით რა მცხეთს ხოლმე? როდესაც ყველაფერი ბრალდება ამ თავრობას და როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო რა, აი როგორ თქვენძანეთ? 12-15 კაპიკი დაიქალბატონებრო ბრძანა ეხლა ამდენ. კიტრი და პომიდორი, გამიგეთ? ეხლა სამსახების უფლება, არც თქვენ დაგინგრევიათ, არც მე დამინგრევია. ეხლა იქ დადებითი რაც იყო და უარყოფითი. ნუ ეხლა მეცნიერთა აკადემიის ვიყავი და არ მირა შემხოლოდ ვილაპარაკო, გარკვეული ვარ სამ ბევრ რაღაცაში. და აი მაშინ
თქვენი დიდი პატრიოტის მცემელი ვარ. პატრიოტელიც რატო ვიცი? სიმართლეს ლაპარაკობთ, მაგრამ ეს შენიშვნა მინდა თქვენ და ჩემს საკეთილზე ხო? ყველაფერს ამბიციებს რო დავაბრალებ ჩვენ ახალგაზრდა მწერობას, გასაგებია რომ შიდობა მინდა, ყველაფერი მინდა ისინი იყვნენ, რა უბედურება იქნებოდა პროევანგნეო. ეს პატარა ბავშვები სისტრო ჩვენ კი არა, გამიგეთ ბატონოსოს. და ამიტომ აი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი და თუ თქვენ გვერდში დაუძგებით ერთმანეთს, რაც შემიძლია, უდიდესი სურვილია და საქართველოს გაერთიანება ვისაც ხარუნდა, ის ადამიანად აღმოჩნია. მათ შორის არაქართველებსაც კი, რომელსაც მეგობრების მიერ ძალიან ბევრი მყავს. დიდი პატრიოტიზმელი ვარ მათი. აი მაშინ მეტი რეიტინგი გექნებათ. თქვენ აი პატრიოტ ალიანსა ერთ-ერთი თქვენი უახლოესი მას პასუხისმგებელი ჩემი ძმაკაცის შვილია და ხელშიდაც კი მყავს გატარები დამიჯერებ. არ არის საჭირო ახლა დავასახელო ვინ არის და რა არის და აი მეტი რეიტინგი გექნება ძალიან, როდესაც ამას გავითვალისწინებ და ეხლა რასაც ეს ყველაფერი მართალია, ბუნებრივია. ნუ ეხლა ვაბატიეთ რეგლამენტი ვიცი, ყველაფერი ვიცი, ბუნებრივია, მაგრამ იყო პერიოდი ძალიან ახლოს შეყავი საბჭოთა კავშირის კაკების უფროსი ვინც იყო გენერალი. ნუ შეთხევით გავიცანეთ, ესე იმას მითხრა ასეთი რა. ეს იყო ნუ დაახლოებით 25-30 წლის წინათ. ეს ბიჭები ზოგი დამალებულების არ იყვნენ მაშინ. და ისიც რა მითხრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ესე იგი საკუთრება არის სახელმწიფოს ხელში 75%, 25% არის კერძო მესაკუთრეობისო და თქვენთან შვილო ეგრემითხრა ის შემზე აფრიკის 5% არის სახელმწიფოში და დანარჩენი გაყიდულიაო და აი ეხლა ეს თქვენ გასაგებად შესანიშნავად იცით კიდე აღნიშნავ ერთი პერიოდის ხალხი ვართ, მაგრამ ეს მინდა რომ ყველამ გაიგო. კი არ უნდა გავყიდოთ, უნდა ვიყიდოთ პირიქით და პირადად მქონდა ეგეთი წესი. თავის დროზე სმა ჭამა პურვაელი მიყვარდა, მაცივარს გამოვიდი და ვნახავდი და თუ რესტორანში მივდიოდი იმ დღეს ყველა ხდებოდა მე დღეს რესტორანში მივიდი ხარ, რაც მე იქ უნდა მიმერთვა, ხინკალი იყო თუ პადი იყო, მომქონდა სახე. ამით ვისი თქვა მინდა. ოჯახის კაცი, შრომელი კაცი, თავრობის ხელმძღვანელი, იცით რა სტილოს, რითი გამდიდროს. და არა გაყიდოს. გასაგებია. ეხლა მაბატიეთ სულ ორი სიტყვით დავამთავრებ. და ამიტომ აი შემთხოვნა რა, ეს მინდა რომ თქვენ კი არა. პირადად ბატონო თქვენ შემსავეთ იცით და შესანიშნავად იცით რასაც ვლაპარაკობ. ყველას გასაგონად მინდა რომ კი არ გავყიდოთ, ვიყიდოთ და გავადილიეროთ ჩვენი ქვეყანა. გეთანხმებით ბატონო. გამიგეთა. მადლობა, დიდი მადლობა. გეთანხმებით ბატონო, უკაცრავად თქვენი სახელი არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. გეთანხმებით ძირითადად არ უნდა გადავიტანოთ ისრები მაგალითად ერთეულ ადამიანებზე, მაგრამ ჩვენ გამოსავალი ხო უნდა ვეძებოთ აქ. გამოსავალი რაშია? უყურეთ მაგალითად ყოფილხარ თქვენ ან სანადიროთ ან სადმე სასეირნოთ ხო და ერთი ადამიანი რო დაიღლება და ვეღარ დგება ფეხზე მეორე მიდის და წამოაყენებს და წამოდიო ეუბნება იქ ინსტრუქტორს უტარებს იმისთან ფსიქოლოგიურად მოქმედებს რომ ადგეს და წამოვიდეს მიუხედავად იმისა რომ არ შეუძლია ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში ხა სახელმწიფოს როლი რაშია აგერ ნახეთ სულ ცოტა რამოდენიმე დღის უკან რამოდენიმე ორი კვირის უკან დაახლოებით ტრამპმა 100%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ჩინეთს. ჩინეთმა ახლა 125%. ეხლა რა ხდება ეს? ასე ვინმეს ჯიბრი კი არ ჭირდა ეს სათამაშო კი არ არის. ეს ჩინურმა კომპანიებმა რომლებიც იაფათას წარმოებენ ამ პროდუქციას, ხო? შევიდნენ ამერიკის ბაზარზე და დაიპყრეს მთლიანად. იმიტომ მან რო დაიცვას თავისი ფერმერები თუ მეწარმეები, ამიტომ ვალდებულია გააკეთოს ასეთი მოქმედება. ჩვენ აგერ გვახსოვს კი უკრაინაში ამხელა ომია ყველაფერი და გვახსოვს ჩვენ პოლონელი ფერმერების გამოსვლა, ფრანგი ფერმერების გამოსვლა, იმის გამო რომ უკრაინიდან იაფასიანი ხორბალი და ქერი შევიდა, ხო? და დაიცვეს ამით და აკრძალეს მე შემდგომ დაუწესეს საბაჟო გადასახადები და ფასი აუწიეს. ეხლა რა ხდება ეს ვინმეს ცუდი რომ უნდა იმიტომ კი არა რომელიმე მეორე ქვეყნისთვის. ეს არის სახელმწიფო დაცვის მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება ასეთი დაცვის მექანიზმი. სახელმწიფო უნდა დაგვიცვას ჩვენ. ეხლა მოგეხსენებათ მე საგარეჯოდან ვარ და საგარეჯოში ცოტა მოშორებით არის მიწები ვერ ამუშავებს ხალხი. რატომ თუ იცით ეხლა მე
არ მინდა ეხლა ვიღაცაზე ხელი გავიშვირო, მაგრამ არა, კონკრეტულად ვიქ ხო, წინსვლა ხო უნდა იყოს. კი ბატონო, ფაქტზე ვისაუბრებთ. ამხელა საწვავი, რამხელა საწვავ საფოხი მასალები რა ჯვირი ღირს, ხო? რამხელა გადასახადებია. ეს ყურძენს გულის ხმაობს. არა, ნებისმიერი, თუ თქვა ხორბალი. კი. სათესლე ხორბალი ძალიან ჯვირი ღირს. უყურე, საწამლის საშუალებები ძალიან ჯვირი ღირს. ტექნიკა სახელმწიფოს ხელში და თან ისიც დეფიციტში გვაქვს, რომ ყველას არ ყოფნის. შემდგომ მოიყვან ხორბალს და აღებაზე რიგში დგეხარ და ჩაიბნევა მე ეს ხორბალი და ვეღარ ვიღებთ. ამიტომ სახელმწიფოს აქვს ეს ბერკეტები. მიხვდით? კერძო მესაკუთრეს მოგახსენებთ კი? როცა არის იმ მანქანებში და ფაქტიურად კი ბატონო, მოგახსენებთ მაგას, აი დავამთავრო ეს. შემდგომ ეს ხორბალი აიღება და 40 თეთრად და 45 თეთრად ეხვეწება რომ ჩაიბაროს. არ აქვს გლეხს მაგის საშუალება რომ დააბინოს, ხო? აი აქ უნდა სახელმწიფოს ხელშეწყობა. მიხვდით? სასაწყობე მეურნეობები გაუკეთე რომ ამ გლეხმა აქ და შეინახოს როცა ფასი გაიზრდება გაყიდოს. ამაზე გვაქვს ლაპარაკი და არა იმაზე რომ ეს რა ცუდია და კი, აი ვიშით ვერაფერს ვერ უშველით, მაგრამ წინ ხო უნდა გავიხედოთ და უნდა რაღაც ვიმოქმედოთ. წინსვლა არ არსებობს. აი მათ თქვენ შეეხეთ ახლა ამ თემას ყურძნის თემას. მე ვიცი რომ დილიდან საღამომდე ალოდინებენ ამ დიდი მანქანებით და წვენი რაც აქვს ყურძენს უღარ. 2-3 დღე, 4 დღე ელოდება გაფუჭდა ხო ჩააბარეს. ეხლა ვისაც აქვს ცოტა 1 ჰექტარი, 2 ჰექტარი ვიწევ. ეხლა მოდის მეღვინე რაღაც მე პატრონია ღვინის ქარხნის მეურიგდება და წაიღებს. მე ვიცი ადამიანები დღეს აი აპრილის თვეა ჩაბარებული ყურძნის ფული არ აუღია. რას ვწადებ? არ აუღიათ. ეხლა ისრები თვითონ სახელმწიფოს გადააქვს მეღვინეებს. მე არაფერი არ შემიძლიაო, აგერო კერძო კომპანიებიაო და მე მიჭირსო მაგათთან შესვლა და რამის დავალებაო. სახელმწიფო იძახის ამ. სახელმწიფო ყოველთვის ამას იტყვის. კაი, თქვას, კი ბატონო, კაი, გასაგებია, მაგრამ იმის ზემოქმედება ხო შეუძლია ამ ხელა კონტროლი არსებობს, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები აქვს, ფინანსური პოლიცია აქვს, რა ქვია. ყველაფერი შეუძლია მოინდომეს. შევიდეს და კი რა თქმა უნდა. ნუ ამაზე გვაქვს ლაპარაკი და არა იმაზე ეს რა ცუდი ხალხია და აი რა ვქნათ და რა ვქნათ. აი ამიტომ აქედან გამომდინარე გვიჩნდება ჩვენ პროტესტი და ამიტომ ლაპარაკობთ. სიმართლეს, ეხლა სახელი არ მახსოვს იმ ბატონის ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში, იყო მაშ კომუნისტების დროს იყო, სხვანაირად იყო, შეიცვალა ეხლა სხვანაირია, მაგრამ ადამიანთან მიდგომა უნდა დარჩეს იგივე. მე ამას ფიქრობ. აი როგორც ჩვენ მაგალითად პროგრამაში გქონდა უფასო სამედიცინო მომსახურება, სკოლებში მაგალითად მოსწავლეთა გამოყვება, მცირე მეწარმეთა ბიძგი რომ მივცეთ, ესე იგი 0%-იანი განვადება და თვითონ სახელმწიფო ჩარევა რამოდენიმე ხნით, როცა ააწყობს ამ მექანიზმებს და გაიმართება საწარმო, შემდგომ გამოვიდეს სახელმწიფო. ამ თემებზე გვაქვს ლაპარაკი და არავინ არ გვისმენს და ამიტომ გწყდება გული და შემდგომ ხანდახან ჩვენც ადამიანები ვარ წყობიდან გამოვდივარ და ხან ისეთ რამეს ვიტყვით რომ შეიძლება რაღაცას ეწყინოს, მაგრამ რა ვქნათ ასეა და კი, ასეა. იმ გლეხს რა უყოთ? ნამდვილად ასეა. იმას რა უყოთ? მე მაგალითად ყავს 2 მეგობარი, რომელმაც ყურძენი ჩააბარეს და ფული არ აქვს. რა ქნა? და სწორედ ამას საუბრობდი ბატონსოსმა მე გადაცემის დასაწყისშიც, იმიტომ დავიწყე ამ თემაზე საუბარო. აი ხა მაგალითად, როდესაც მოდის შემდეგი სეზონი, აღარ აქვს სურვილი სწორედ იმ გლეხს, რომელსაც არ აუღია წინაწლის ყურძნის ჩაბარების ფული, ხო? აღარ აქვს სურვილი, რომ ისე ვასს მიხედას. რა ქნას იმ ვასს ხوار გააფუჭებს? მაგალითად ერთ-ერთმა კომპანიამ აღარ დავასახელებ 300 ჰექტარი ვენახი მიატოვა. უკვე 2 წელია. აღარ ამუშავებს. იმიტომ რომ აღარ არის არანაირი ძალა, რესურსი, ფინანსური იქნება თუ ადამიანური, იმიტომ რომ მუშას ჩაიყვან ფული უნდა. მერე და არიცი შეიძლება გაზაფხულზე სეტყვამ გაგინადგუროს. არ გაგინადგურებს და მოსავალი გაქვს და რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ ფასობს და ნულია შენი შრომის ფასი. ეს არ ეხება მარტო ყურძენს, ეს ეხება სხვა პროდუქტებსაც. მაგალითად მიწის საკითხი. ერთეულმა კომპანიებმა რაღაც ორგანიზაციებმა მაგალითად საგარეჯოში თითქმის 80% ის სავარგულების, რომელიც იყო რა ქვია, სახნავსათესი, სარწყავი იყიდეს. იყიდეს როგორ? არენდატორებს, რომელსაც ჰქონდათ ხელშეკრულებით სახელმწიფოსგან, ნუ გაუქონდათ ის ხელშეკრულებები, აღარ გაუგრძელეს და ფასი
რომელიც მიწას დაადეს, რა თქმა უნდა, მიწა ძვირი უნდა იყოს და არ უნდა იყიდებოდეს, ვერ თანხმები ამ ბატონს. არ უნდა გავყიდოთ, უნდა ვიყიდოთ. უნდა ვიყიდოთ, მაგრამ როგორ? იცით რა 50% კიდევ აი ამ ჩვენი მიწების მამაპაპისეული მიწების გადაფორმების საკითხი ვერ მოაგვარა ხელისუფლება და დასამტკიცებელი მიწები აქვს ხალხს. ამ სრულია საქართველოს მასშტაბით ვიძახი მე, არა მარტო კახეთში არეგონოს მოსახლეობა, ეს არის მონაცემები სრულიად საქართველოს მასშტაბით 50%-ზე მეტ ადამიანს თავისი მამაპაპისეული მიწის გადაფორმება არ შეუძლია, იმიტომ რომ ზოგს ფინანსური პრობლემა აქვს, ზოგი მიწები არ არის უბრალოდ აზომილი, სადაოა, მაგრამ აი ხა წარმოიდგინეთ, მაგალითად, პირობითად ვიძახი ბატონო სოსლან, მოდით თქვენს მაგალითზე ვთქვათ, სოსლან გარსევანიშვილს პირობითად ვიძახი, აქვს დიდი ბაბუის მიწა, რომელიც ვერ გაფორმდა თქვენს ბებია პაპაზე და იყო ყოველთვის ჰაერში, იმიტომ რომ შეიძლება ის ადრე მოკვდა და რაღაცა ასეთი შემთხვევა მოხდა. თქვენ არ აკავთ არანაირი მოწმე, რომ ის დიდი პაპის ნაკვეთი არის თქვენი. უყურეთ რა და უკვე სახელმწიფო იერთებს ამ ნაკვეთს. სახელმწიფო იღებს და მერე ყიდის. ყიდის, რა თქმა უნდა. აუქციონით გამოაკ ან არც უნდა აუქციონი, ისედაც გაყიდის კახეთში მიწას. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მოგეხსენებათ კახეთის მიწა ყოველთვის იყო ფასობს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი იმ ჩვენ მამაპაპისეულ მიწებს რა უყავთ? აი ჩვენი მამაპაპისეული ადგილები ხო უკვე გამოყენებული აქვს, აქ რა ხდება, იცით, აქ კეთილინება უნდა იყოს სახელმწიფოსი, უნდა ხელი შეგიწყოს. მაგალითად, მიწას ფლობს ადამიანი. და გვერდზე მეზობელთან ხო თქვათ კონფლიქტი აქვს რა, აქ რაღაცა 1 მეტრი იქით არის მეორე მეტრი. ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს სხვანაირად, იცით. ეგ ისე ადვილად გეუბნება რომ შენ არ დაგირეგისტრირებ, ამას დაურეგისტრირებ. აქ შერჩევითობა. აქ შერჩევითობა, დიახ, შერჩევითობა არის აქ უკვე თუ მისი მომხრე ხარ ყველაფერს გაგიკეთებს, თუ არა და სიკეთეს არ უნდა ელოდო. და დალოცილო ეს თავრობა კაცო ყველასი ხო არის მართალია კი ვაკრიტიკებ ჩვენ მოწინააღმდეგე ვართ ასეთი პოლიტიკის და სხვანაირად გვინდა რომ შეიცვალოს ქვეყნის საქმე მაგრამ კაცო ჩვენი თავრობა არ ხართ ჩვენ ხალხი არ ვართ ხო ყველას ერთად უნდა მოვხედოთ ხო თმენის კრიტიკის თმენის მოვალეობა და ვალდებულება ხო აქვს სახელმწიფოს და საჯარო მოხელეებს ხო მე სადაა ეს კრიტიკის თმენა პირიქით როგორც გააკრიტიკებენ, ეგრეთ თავს გესხმიან, იქ რაღაცა გასაფორმებელი იმას დაგართმევენ, აგერ სოციალურს მოგიხსნით, თუ ასე არის და თუ ხმას არ მომცემ. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ხო ყოველთვის წინასაარჩევნოდ ქართცეცხლში ეხვევა ხოლმე, იმიტომ რომ თუ მთავრობას არ მისცემენ ხმას, მათ ყოველთვის იმის შიში აქვს, რომ სოციალური დახმარება მოექცეთ. მოდით მაყურებელი შემოვიყვანთ პირდაპირ ეთერში, რომელიც უკვე ხაზზეა, საღამო მშვიდობის მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, ისაუბრეთ. მოგესალმებით, საჭიროა საკითხი ლაპარაკო. გადასარევი მინისტრი ყავს ახალი, სოფლის მეურნეობისა. დათო ჩოგულაშვილი, კახეთიდან გიგეკავ გურჯაანიდან. არაჩვეულებრივი ადამიანი. როგორმე უნდა ვაიძულოთ უფრო კარგად ჩაწოდეს ამ მიწების ამბავს და გულთან მიიტანს ვიცი აუცილებლად და ვაიძულოთ რომ ყურძნის თასი გაზარდოს. იძულება რა თუნდაც ეს დაგილია ნაწილობრივ ზღვაში წვეთია. თუ კარგი მინისტრი ყავს ქალბატონ თვითონ უნდა ხვდებოდეს რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია და იძულება არანაირად არ არის საჭირო მან თავისი ინიციატივით და თავისი გამოსვლებით უნდა გვაჩვენოს რომ კარგი მინისტრია თორე ჩვენც ვიტყვით კი არ გვეზარება კარგი მინისტრია კარგი დეპუტატია ჩვენც ვიტყვით ამას ამის თქმა არ გვეზარება თორე რაც კეთდება საქმეები მეც ვლაპარაკობ ამას და ბატონი სოსლანიც საუბრობს ამ ყველაფერზე პრობლემა რაც არის იმას საუბრობ დღეს სოფლის მეურნეობა რომ დაქცეული ახლა გინდა კარგი მინისტრი ყავდეს გინდა იმაზე კარგი ამას არ აქვს ხომ ფაქტია ვხედავთ რომ არის პრობლემა ესე იგი არ ყავს კარგი მინისტრი რო ყავდეს ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა ჩემ პასუხი იქნებოდა ეს ბატონსა მე მინდა სოფლის მეურნეობას რადგან შეეხო ქალბატონი აი მე მინდა რომ კიდე ერთი პრობლემა წამოვწიო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების
აი მაგალითად დანერგე მომავალი რომელსაც აკეთებდა ხელისუფლება აწარმოეს საქართველოს ფარგლებში რომელიც მართლა კარგი იყო მაგრამ იცით რა ერთეულებს შეუძლიათ რომ ამ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა ვისაც 10000 ლარი უდევს ბარათზე ვინც კომპიუტერ პროგრამებში ერკვევა ვინც აქტიურად მიდის თბილისი კახეთი ხა კახეთის მაგალითზე იმიტომ საუბრობ რომ დღეს კახეთზე ვსაუბრობთ და გლეხი რომელსაც ძალიან ბევრი ნაკვეთი აქვს შრომობს, მუშაობს, ვერ ერკვევა კომპიუტერში, ვერ ერკვევა ამ პროექტებში, შესაბამისად ვერც იგებს და ვერც იღებს ამაში მონაწილეობას. იმდენ საბუთებს მოგთხოვენ და იმდენ სასიარულოს მოგთხოვენ. მე მაგალითად რო დამჭირდა რომ მაინტერესებდა რა იყო ეს აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დავინტერესდი ერთი რა არის, ვერაფერი ვერ გავიგე. ხო, აი ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ეს რაღაც ბარიერებია, რომელიც უნდა მოიხსნას. ეხლა ქალბატონი ბრძანებდა კაი მინისტრია, კი ბატონო. გააკეთოს სასიკეთო საქმე და აქედან პირადად რომ მომეცემა საშუალება ტელევიზიიდან და პირადად თუ შეხვდი, მადლობას ვეთქვი კაცო. რა თქმა უნდა, ამას საუბრობთ ჩვენ. თუ კარს გააკეთებს, რატო ჩვენის კი არ გჭირს რაღაც პრობლემები კი არ გვაქვს ვინმე პიროვნულად არა. კარგია და ღმერთმა გაუმარჯოს, გააკეთოს კაი საქმე და კარგი ადამიანიც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ადამიანობაზე კი არ ვსწრებთ, ჩვენ გაკეთებულ საქმეზე ვსაუბრობთ. თორე კარგი ადამიანი კი, რა თქმა უნდა, პიროვნულად ჩვენ არავის არ ვეხებით ამ შემთხვევაში. ხო და მინდა ამ ქალბატონს უთხრა კიდევ, კი ბატონო, შეიძლება ეს პიროვნულად მე არ ვიცნო პირადად, მაგრამ შეიძლება პიროვნულად კარგია, კარგი გონება აქვს, განათლებული ადამიანია, მაგრამ საშუალება ხო უნდა ქონდეს რომ გააკეთოს. კი. სამინისტროს არავითარ ბიუჯეტი არ გააჩნია, ადრე კომუნისტებს რო შევადარო, კომუნისტებს უდიდესი ბიუჯეტი ქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თავისი ტექნიკა ქონდა და ყველაფერი და თვითონ განკარგავდა ამ ყველაფერს. ეხა ტექნიკა როგორ არის ბატონსოსთან, რომ თუ დიდი ნაკვეთი არა გაქვს, ხნას გულისხმობ მე, შეიძლება არც მოვიდეს ტრაქტორი შენამდე ხომასია. ხო, იმის ფულს იღებს, ხო და შენ პატარ-პატარა. და ის დიდ ნაკვეთში წავა პირველ რიგში. შენ მერე უკვე დათესვაც გიგვიანდება და ყველაფრის გაკეთება. აი, ამაზე გვაქვს ლაპარაკი ასეთ ხარვეზებზე. ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. დიდ ნაკვეთში მიდის პატარა ნაკვეთის ისევ ის საწყალი გლეხი იჭყლიტება ცით და მისი საქმე მიდის უკან და უკან და მე შემდგომ რატო არ გაზარმაცდა ქართველი არაფერი არ გაზარმაცდა კაცო აბა მიცეთ ვიცკი თუ გაზარმაცდა და მიცეთ საშუალება 12 ლარი ღირს 10 ლარი ღირს პომიდორი კი დღევანდ გუშინდელი ფასით გეუბნებით მე გუშინ ვიყავი შესულ გუშინდელი ფასით საუბრობ კი ბატონო გეთანხმებით მარნეულის რაიონი ამარაგებდა მოსკოვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია. კი, ლაგოდეხიც. დაახლოებით 60%. კი. აქ არ არის ლაპარაკი ბადრიჯანზე. მე ერთი პერიოდი მუშაობდი მარნეულში და დაახლოებით 3-4 თეთრი ღირდა ბადრიჯანი. იგივე ღირდა პომიდორი, ცოტა უფრო მეტი. ხო, ანუ შეიძლება ეს გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ასეთი დოტაციაზე დასვა სოფლის მეურნეობა მიცეს უპროცენტო სესხები მიცეს. როცა გაუფუჭდება მოსავალი დღეს მაგალითად აგერ ჩვენ კახეთზე ვლაპარაკობ და რა დღეშია მოსახლეობა გული მომიკვდა ჯერ კახეთზე ჩემი საერთოდ რეაქციები სულ სხვანაირია ხოლმე როდესაც ვუყურებ რომ რაღაც პრობლემებია და მე მეორეც კიდე ასეთ კადრებს რომ ვუყურე მართლა გული მომიკვდა რომ ესე განადგურდა ეს ამდენი ახალი გორში ვნახეთ ჩვენ რა მოხდა ხო გორში ყინვები იყო იქ ხალხი არ არის, იქაც ხო უნდა მიხედვა. ანუ ერთი პრობლემაა ყველგან, ისე რომ საგარეჯოში და თქვა კახეთის გუბერნატორი და მისი გამგებლები არ ვარგა და იმაში კაია, ქვია გორში კაია და ანაჭარაში კაია. ასეთი რამე სისტემური პრობლემაა. სისტემური პრობლემაა. ანუ ვერტიკალი უნდა სახელმწიფო ვერტიკალი უნდა შეწყდეს კაცო. ზარია ეთერში მოდით შემოვიყვანოთ დიდხანს ნუ მალოდინებთ მაყურებელს. საღამო მშვიდობის გამარჯობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. კი, მესმის. მოგესალმებით. ახლა მე გისმენდით თქვენ, თუ შეიძლება. გისმენდით თქვენ, ახლა და უთმე ხოლმე თქვენს გადაცემას. კაი გადაცემაა, კარგია. მაგრამ ახლა ერთი რამაც რატო არ ვაკვირდებით? ეს პარტიების სიყველა. ეს სიტუაცია. აქ მარტო ლაპარაკით არაფერი არ გამოვა. ეს ყველაფერი მოსახლეობას უნდა აუხსნას. როგორ მოქმედებს ჩვენი ქვეყანა როგორ მოქმედებს ეს თავრობა როგორ მოქმედებს და ძველი ნაციონალური თავრობა
ხლა როგორ რა უნდა ვთქვა, მართლმადიდებლები ხო უარესები იყვნენ. მოსახლეობა სწორედ ამას უხდით, აბა ქუჩა ხომ არ ვივლით და ოჯახ, ანუ ვსაუბრობ ტელევიზიით და გვისმენს მაყურებელი. მესმის ხალბატონო, მაგრამ ერთი წუთით ლაპარაკობ, მომისმენს კარგია. ეს პროგრამა მოდიშეთ პროგრამა უნდა თუ შეიძლება პროგრამა უნდა დაიდოს პროგრამა ამ პროგრამის მიხედვით პარტიებმა უნდა ხალხს უთხრან მე ამის გამკეთებელია ამიტომ ხალხი დაგიჯეროთ და გამოყვება ჩვენც დაუჯეროთ ჯერ სააკასის და გადაგვაგდო დაუჯერეთ დიდინა და პრაქტიკულად იმანაც გადაგვაგდო ეხლა ცოტა რეალობას ჩვენი ვხედავ რაღაც სიმართლეს ლაპარაკობ რაღაცას აკონტროლებ მაგრამ ეს არ ყოფილა სამწუხაროდ არ ყოფნის, იმიტომ არ ყოფნის, რომ არჩევნები არ ტარდება ჩვენს ქვეყანაში სამართლიანად ჩაგერთვებით, ხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაშინება. როდესაც პატრიოტთა ალიანსს მოგებული ჰქონდა არჩევნები ძალიან ბევრ რაიონში და უფრო მაღალი ხმები ჰქონდა, ამასაც გეტყვით, გაგვიყალბეს ეს არჩევნები. ხომ იყო ბატონო სანსითო, ყველა ოჯახში შევდიოდით და ყველა ოჯახსაც ვეუბნებოდით, ყველა მხარს უჭერდა პირადად ბატონ სოსლან საგარეჯოში და მოგებული არჩევნები რომელიც საგარეჯოში მოიგო პატრიოტთა ალიანსმა, აი ასე გაყალბდა. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი რეალობა, თორე რამდენიც არ უნდა გააკეთო საქმე და იმუშაო და გენდოს ხალხი, ხო თუ გაგიყალბეს არჩევნები, მაშინ რომელი იყო ნანუკა ჟორჟოლიანია, იმან აღიარა რომ პატრიოტთა ალიანსს თავრობამ ხმა მოპარაო და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? საგარეჯოში მით უმეტეს რა მოგებული ჰქონდა პატრიოტთა ალიანსს არჩევნები. ეს ბატონი ხა ჩავერთვები ცოტა მეც ბატონი საუბრობდა პროგრამა უნდა გქონდესო და ძალიან შესანიშნავი პროგრამა გვაქვს, გქონდა და კიდევაც გვაქვს ახლა ეს პროგრამა და უფრო ვიხვეწება და მუშავდება. და განსაკუთრებით ახალ დაქორწინებულ წყვილებზე როგორი პროგრამა იყო ბინადმშენებლობის კუთხით. აი ხა პატრიოტთა ალიანსს რო პროგრამა ჰქონდა და პატრიოტთა ალიანსი რო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნავს. ასეთი პროგრამა რომელ გინდა მთავრობას და გინდა ნებისმიერ პარტიას რომელ მთავრობას აქვს ბატონ სოსლან გეხვეწებათ. არავის პროგრამა თვითონ როგორც ასეთი პროგრამა არ დაუდიარა. ჩვენ რო გქონდა ყველა საკითხზე გაწერილი გქონდა რა და როგორ უნდა იყოს. ეხლა იქ გათვლები და მათემატიკური გამოთვლები იქ არ იწერება ჩვენ პროპაგანდას როცა ვაკეთებთ ამ პროგრამის და გაზეთში იყო გაზეთი დავწერილი და სათითაოდ არიგებდით იქ ასე და წვრილმანად ვერ იტყვი მაგრამ ყველა კუთხით იყო აბსოლუტურად ყველა საკითხი განხილული იყო და ეს იყო სამომავლო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარებულიყო სახელმწიფო ამა თუ იმ კუთხით დიდი მუშაობის შემდეგ იყო ეს დაწერილი მაგ მეცნიერები იყო ჩართული კაცო ვიღაც იჯდა და მე და ალბათონი ნათიაკი არ წერდით ამ პროგრამას რა თქმა უნდა ყველას ეკითხებიან და ყველა საზრი გაინტერესებდა და ყველას აზრს ვითვალისწინებთ, მაგრამ ძირითადად ეს საკითხები შეიმუშავა მეცნიერებმა, ყველა დარგის ცალ-ცალკე მეცნიერებმა და შეიკრიბა ეს პროგრამა და გქონდა. ამიტომ ამას რა არის, იცით, ძალიან ბევრი ჩვენი ინიციატივა გაახმოვანა მთავრობამ. კარგია ეს ჩვენ გვიხარია კაცო. ჩვენგან მაგალითად აქ კვებაზე იყო სხვა პარტიებმაც აიტაცეს. ძალიან ბევრი მოსწავლეთა კვება იყო ხო. მაგალითად მე-7 კლასის ზემოთ კვება, რომელიც პირველი იყო ქალბატონი ირმაინაშვილი, რომელიც ამ საკითხში ხო მოსწავლეების კვებაზე, ხო, ძალიან ბევრი საკითხი და აიტაცონ არ არის პრობლემა, გააკეთონ, ბანკებზე გააკეთონ, თქვენაც გქონდათ პროცენტების დაკლება, ნეტა გააკეთონ და გააკეთონ რაღაც და მადლობა სიტყვით აქედან კაცო. კი, მართალი ხარ. კი, რა თქმა უნდა, ეს თუ გაკეთდება და თუ მოგვისმენთ, ძალიან კარგი კაცო. ბევრი მაყურებელია ბატონსოსთან დიდი ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ეთერში მივესალმები მაყურებელს, გამარჯობა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. მოგესალმებით ეთერში ბრძანდებით. გაითიშა? კი ბატონო 557-95-55 ამ ნომერზე რეკავს ჩვენი მაყურებელი. შეგიძლიათ კლავ განმეორებით სადოთ, იმიტომ რომ გაითიშა სამწუხაროდ ჩვენგან არ იყო პრობლემა და აი ბანკებზე ვსაუბრობდი, რომელიც თქვენ ძალიან კარგად გქონდათ საარჩევნო პროგრამაში გაწერილი, აკოტრებენ და აღატაკებენ. დღეს ესენი არიან ყაჩაღები. ბანკები, რომლებიც განსაკუთრებით პენსიონერებს და
და ახალშექმნილ ოჯახებს აი გადასარევი გეგმა ჰქონდა რა პატრიოტთა ალიანს ბინადშენებლობის კუთხით როგორ შეიძლებოდა კი პირველი იყო ეს საკითხი მე მგონი როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებული ჩვენ დემოგრაფიას ვეხებით კაცო ჩვენ დემოგრაფია არის ერთ-ერთი უპირველესი თემა საქართველოს სამომავლო გადარჩენისთვის არის დემოგრაფია ერთ-ერთი პირველი იმიტომ რომ ჩვენ მომაკვდავ ერებს შორის შეგვიტანოს რომ გაეროს მე იცით რა მითხრეს თიანეთში იმ დღეს რომ დამირეკა ერთ-ერთმა მირეკავენ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს სხვადასხვა სოფლებიდან და რაიონებიდან და ქალბატონო ნათიაო ჩვენთანო აღარ არის ქორწილები მარტო ქელეხები და გასვენებებიღაო სამწუხაროდ ასეა ის ადამიანები რომელთაც შეუძლია სახელმწიფოში დოვლათის შექმნა ხო არის შრომელი ადამიანები ძირითადად გავიდნენ საზღვარგარეთ გავიდა მუშახელი გავიდა რა თქმა უნდა და ეხმარებიან თქვა იტალიას ესპანეთს გერმანიას საფრანგეთს პოლონეთი ახლა ძალიან ბოლო დროს მოდაში ხო კი სიამოვნებით იღებენ ვის უნდა იქ 3000 ევროს ურაძლებენ ხელფასს 4000 ევროზე ჩვენი ქვეყანა ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ხო რა თქმა უნდა ეს არის საქმე ხო და კიდევ თავრობა კიდევ ბლოკავს ამ რაღაც ისენია კანონები შემოღებული ახლა საერთოდ შეიძლება აღარ გაგვიშვენ საზღვარგარეთ ხო მაშინ შეგვიქმნა სამუშაო ადგილები და საქმო ახალგაზრდები აი სტუდენტები რომლებიც არიან ძალიან ჭკვიანები ნიჭიერები დაამთავრებენ თუ არა უნივერსიტეტს საზღვარგარეთ მიდიან და იმ თავის გონებას და ტვინს ჩვენს ქვეყანაში კი არ იყენებენ ხო ხო აი მე მახსოვს ერთი ჩემ მასწავლებელი და ერთი ლექტორი იყო და გერმანიაში როგორ არის ვთქვით უცხოელს ადრე აი ეს კომუნისტების დროს იყო მე ვსწავლობდი ხო ინსტიტუტში და გერმანიაში უცხოელს ნიშანს ეგრევე უწერენ ვიცით ადვილად უწერენ და თავისიანს წურავენ მოკლედ ისე დღეში აგდებენ და ნიშანს არ აძლევენ მაღალს თუ ძალიან დიდი დამსახურება არ ქონდა და ძალიან კარგად არის სწავლობ ეს რაზედ მეტყველებს იცი ის კადრები რომელიც თავისთვის უნდა სახელმწიფოს და სახელმწიფოში უნდა დასაქმდეს ის უნდა იყოს ყველა მხრიდან გამომგზავრდილი და ნასწავლი ყველა კუთხით აგერ უბრალო მაგალითს ავიღეთ იაპონია მანქანები ვავიღოთ მანქანები ხო იაპონია რომელიც თვითონ მოიხმარს ის მანქანა გაცილებით მეტი ხარისხისაა ვიდრე იმპორტზე რო აგზავნოს ის თვითონ უნდა მოიხმაროს და თავის ქვეყნისთვის ზრუნავს და აქ ჩვენთან პირიქითაა ჩვენთან ხელს უწყობთ უცხოელებს ყველანაირად თუ მიწების გაფორმება თუ ბინების ყველაფერი ძალიან მარტივად შეუძლიათ მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ შეუძლია უცხოელს ამდენი რამის გაკეთება რამდენი შეუძლია საქართველოში აი რამდენი შეუძლია საქართველოში გაბედვაც ის რომ დღეს კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს ასე ვერც ერთ ვერ გაბედავენ ისე როგორც ჩვენს ქვეყანაში ბედავს ჩვენივე მოქალაქეები და არ ვიცი აი ყველა კუთხით არის სამუშაო თითქმის ჩვენს ქვეყანაში ყველა კუთხით ყველა ერთს მივესალმები კაცო რატომაც არა მეზობლები ვართ თუნდაც ჩვენც უნდა შეგვიძლიოს ჩავიდეთ იქ რაღაც თქვა საქმის დაწყება მაგრამ ასე ჩვენს ხარჯზე ადგილობრივი მოსახლეობის და სახელმწიფოს ხარჯზე თქვა მათ კეთილდღეობა მოუწყო ეს არის არასწორი პოლიტიკა ამიტომ ჩვენ უფრო მეტი პრივილეგია უნდა გქონდეს რომ ჩვენ ვიყოთ აქ და ჩვენ ვიყოთ დამხდურები იცით რა ჩვენ უნდა დავხვდეთ მტერსაც და მოყვარესაც ხო და ჩვენ თუ არ ვიქენით და ჩვენ თუ საზღვარგარეთ გავედით და ჩვენ არ გვექნა იმის საშუალება ეკონომიური ბოლო 6 წუთი რჩება გადაცემის დასრულებამდე და ალბათ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ქართველობა გავამართლოთ ჩვენი წარმომავლობა ჩვენი ჯიში ჩვენი ისტორია არ დავივიწყოთ მე იმიტომ მინდა გადაცემა ამ კუთხით დავამთავრო რომ მე თვითონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობ ხოლმე, როდესაც ქალაქში გამოვდივარ და დღეს იმდენად დამწყდა გული მეტროში შემოვიდა ადამიანი, რომელიც ვერ განვასხვავე ბატონოს ოსლან გოგო იყო თუ ბიჭი. გეფიცებით და გული დამწყდა და მეტკინა აი რაღაც ის რომ ჩემი ქვეყნის ისტორია, ჩემი ქვეყნის დიდი წარსული, აი ასეთი ადამიანებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ეს მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ხელას წარსულის მქონე ქვეყანამ. ასეთი ისტორიის მეფეების წარმომავლობა არ ვიცი, ნუ
ხა მე არავის წინააღმდეგი არ ვარ და არც მე უბრალოდ მინდა რომ ქართულ ნოტაზე დავამთავროთ იმიტომ რომ აღდგომა მე არ მინდა ცუდად ვისაუბრო მაგრამ აი ჩვენ ქართულად დავამთავროთ დღეს ცოტა ისეთი დღეებია ძალიან ძალიან ძიმე მარხვაა და აქ ცოტა კრიტიკა და რთულია მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ისე კორექტულად ვილაპარაკოთ და ეხლა ამ გარჩევადებაზე ხო სახელმწიფო აკეთებდა ასეთ პოლიტიკას ადრე ჩემს ბავშვობაში ანუ გმირად გამოსახავდა იმ ხალხს ვინც იყო მწოდნე და ვისაც შეეძლო მაგალითად სახელმწიფო მართვა და მეურნე ადამიანი იმათ წარმოგვიჩენდა სხვანაირად დღეს მაგალითად სულ სხვა არის ანუ სწორება სად უნდა გავაკეთოთ აღარ ვიცით უკვე და ხალხსაც ერევა გონება იცით ვერც ამ ახალგაზრდას ვერ გამომტყუნებ იმიტომ რომ ტელევიზია ისეა ინტერნეტი და ისეთ საშუალებები მედია საშუალებები ყოველთვის გადმოცემენ იმას და სხვანაირად არ შეიძლება და მე კიდევ ერთი თემა მინდა პატიცებულო ნათია მე საგარეჯოდან ვარ და არ მინდა ყველამ გადაივიწყოს და მე მინდა ხანდახან შევახსენო ხოლმე ამ სახელმწიფოს და მოსახლეობასაც რომ გარეჯის თემა დავით გარეჯის თემა ისევ მიატოვეს არც არავის არ აწყობს მე მგონი რომ გარეჯის თემაზე მოხდეს საუბარი თუმცა მე გთავაზობთ რომ როდესაც დღესასწაულები ბრწყინვალე დღესასწაულები ჩავლის ერთი გადაცემა თუ ჩამობრძანდებით და მეუძღვნათ დავით გარეჯის მადლობას გეტყვით იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი ხალხსაც ძალიან აინტერესებს რა ხდება ამ გარეჯის თემაზე, კაცო, რატო გადავივიწყეთ, რატო მივატოვეთ ასე. იქ მონასტერია, ხო? ის ბერები ხო არ უნდა მივატოვოთ, კაცო. გვახსოვს ჩვენ ის თემა 6000 ბერი რო ასე მიტოვებული იყო იქ და როგორ რაკნეს და როგორ წაგვიბილწა სიქაურობა. კიდევ გვინდა ასეთი რამე განმეორდა, იმიტომ რომ ბერების კელიაში დღეს ტუალეტი და ისინი აქვს მოწყობილი, კაცო, აღარ მინდა ვთქვა ამის და აზერბაიჯანელებმა იმას რა ქვია, მესაზღვრეებს. ბერის კელიებში ზოგ-ზოგიერთში აქ მოწყობილი ტუალეტი და დუში აქ მოწყობილი. ყოველად მიუღებელი დაუშვებელი ზომები სასწრაფოდ და მკაცრად გასატარებელი და თუ იქნებიან ისტორიკოსებიც მე თქვენთან ერთად სიამოვნებით დავუთმობ გადაცემა საგარეჯოდან თუ ჩამოგზანდებიან მოვამზადოთ ერთი გადაცემა აი პირდაპირ ეთერში მივცეთ მაყურებელს პირობა აუცილებლად დავუთმოთ თუ საჭირო იქნება მე შემიძლია რომ ყოველთვე დავუთმო ამ თემას საკითხი პირადად წავიყვანო ეს გადაცემა იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ეკლესიისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ აი როგორ არის იერუსალიმიდან წამოღებული სამი დიდი ქვა უკან ხო ორი დააბრუნა დავით გარეჯელმა და მთელი მადლი წაიღო იერუსალიმიდან. ამიტომაც არის რომ დავით გარეჯში სამჯერ როცა ჩახვალო ეს მე პატარაობიდან მახსოვს იერუსალიმში ჩასვლის ტოლფასი იქნება. მოლოცვა, დიახ, სამჯერ მოლოცვა ნიშნავს ერთხელ იერუსალიმის მოლოცვას და წარმოიდგინეთ ჩვენ იერუსალიმის მადლის 1/3 დავით გარეჯში ვარ და განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება და მე ძალიან მომეწონა თქვენი აზრი და ციკლი მიუძღვნათ ერთი გადაცემა არ მოვამზადოთ არ არის მე არ არის პრობლემა მე ყველა გადაცემას დავუწყო გადავიღოთ იქ შევხვდეთ მდლეს ბერებს შევხვდეთ დავპატიჟოთ სტუდიაში და პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ მადლობელი ვიქნები მე პირადად დიდი მადლობა ბატონ სასლან რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გმადლობ ჩამობრძანებისთვის და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის მე შეგახსენებთ პატრიოტ ალიანსის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონ სასლან გარსევანიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სასლას მობრძანებისთვის დარჩით ობიექტივზე წინ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები გელით მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვმუშაობდი თქვენთან 50 წუთის განმავლობაში და მოდით წინასწარ მიულოცოთ ჩვენს ძალიან საყვარელ ადამიანებს ჩვენს მაყურებლებს სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და რაც თავარია პირველ რიგში უფლის მფარველობას და წყალობას და გისმენთ თქვენც რომ გაძლევთ საშუალებას. მივმართო ჯერ საგარეჯოელებს და სრულიად საქართველოს ძალიან ძიმე მარხვა მე გთხოვთ ყველა სინანულით მიუდგეთ ამ საკითხს რათა ბრწყინვალე აღდგომას ღირსეულად ვეზიაროთ და შევხვდეთ უფლის აღდგომას მე წინასწარ მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ყველაფერ კარგს და მთავრობასაც უსურვებს ცოტა გამოფხიზლებული იყოს და მიხედოს ამ თემას. მადლობას ვეტყვით ყველას. დიდი მადლობა ბატონ სასლან გილოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნახვამდის.